პროდუქტების სწორად შენახვის მარტივი წესები. რატომ ფუჭდება პროდუქტები ან ეკარგება გემოვნური თვისებები? ხშირად ამის მიზეზი პროდუქტის არასწორი შენახვაა. მაგალითად, მაცივარში შენახვისას ბანანი, ხახვი და ნიორი უფრო მალე ლპება, კიტრი რბილდება, კარტოფილს კი გემო ეკარგება. ამიტომაც რეკომენდებულია ეს პროდუქტები მოათავსოთ კალათაში ან მოყავოს ყუთში და მშრალ და ბნელ ადგილას შეინახოთ. განსაკუთრებული შენახვა სჭირდება სალათის ფურცლებსა და მწვანილს. მოათავსეთ ისინი კონტეინერში, დააფარეთ ძველი ქაღალდი ან შესაძლებელია გაახვიოთ ნოტიო ქაღალდის ხელსაყოთში და მაცივარში ისე შეინახოთ. მწვანილი მაცივრის გარეშე შეგიძლია შეინახოთ, ყვავილის თაიგულის მსგავსად წყალში ჩადოთ. ზაკერძი ჯერ გააციეთ, ჩადეთ დახურულ კონტეინერში ან სახურავიან ქვაბში, დააწერეთ ან დაიმახსოვრეთ მომზადების თარიღი და მოათავსეთ მაცივრის ცივ ზონაში, ქვედა თაროზე. თუ განსაზღვრულ ვადაში მის ათვისებას ვერ ასწრებთ, საყინულეში შეინახეთ. გაყინული საჭმელი კვირების განმავლობაში უსაფრთხოდ ინახება. საყინულეში მოათავსეთ კერძები, რომლებსაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში პერიოდულად მოიხმართ. მაგალითად, თუ მოხარშულ ხორცს მაცივრის ზედა კამერაში მოათავსებთ, სადაც ტემპერატურა დაახლოებით 4 გრადუსია, მისი შენახვის ვადა საშუალოდ 3-4 დღე იქნება. ხოლო თუ იგივე პროდუქტს შეინახავთ საყინულეში -18 გრადუსზე, შენახვის ვადა 3 თვემდე გაიზრდება. პროდუქტების სწორი შენახვით იღებთ ნაკლებ ნარჩენს, ზოგავთ ფულს და ზრუნავთ გარემოზე. დაიწყეთ დღესვე, ცვლილება იწყება შენით.